ლონდონის ქუჩებში მილიონამდე კამერაა დამონტაჟებული. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ქალაქია. საშუალო სტატისტიკური ლონდონელი დღის განმავლობაში კამერების ობიექტივში დაახლოებით 70-ჯერ ხვდება. ქალაქის ფინანსურ ცენტრში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 75 კამერა მოდის. ზოგიერთი მათგანი დღეს ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და მათში სახის ამომცნობის სისტემაა ჩანერგილი, რომელიც დანაშაულის პრევენციას რეალურ დროში ახერხებს. ამის ფონზე ლონდონში სერიოზული ძარცვის ჩადენა და კვალის დაფარვა შეუძლებელია. თუმცა 2015 წელს რამდენიმე ადამიანმა ამ ყველაფრის მიუხედავად შეუღწევლად მიჩნეული საცავიდან დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა მოიბარა. ამ ადამიანებმა ბრიტანული მედიის შეფასებით საუკუნის ძარცვა ჩაიდინეს. ერთი შეხედვით ბანკების ძარცვა 1930-იანი, 60-იანი და გარდა ამისა 90-იანი პერიოდისთვის უფრო უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგია ამ პროცესს რა თქმა უნდა ართულებს, 2015 წელს რამდენიმე ლონდონელმა დაამტკიცა, რომ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, მოდით ცოტათი დაგასპოილერებ, დაიჭირეს, მათ მაინც შეძლეს და მოიპარეს რამდენიმე ათეული მილიონი ფუნტი. და თუ როგორ, ამას დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ. დღეს მოგიყვებით ისტორიას მილიონობით ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობის გაუჩინარებაზე. გაიგებთ თუ როგორ დააბნია პოლიცია არამხოლოდ მძარცველების ტაქტიკამ, არამედ მათმა ვინაობამაც. ეს არის ამბავი იმაზე, რომ ნამდვილი ენთუზიაზმისთვის პენსიაზე გასვლა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა. ტრადიციულად მანამ სანამ უშუალოდ ისტორიას მივხედავთ, თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში. აქვე გეტყვით ერთ პატარა სიახლეს, რომელიც წინა ვიდეოში არ დამიანონსებია, მოკლედ შევქმნით Telegram არხი, რომელზეც უკვე არიან გამომწერები გაწევრიანებულები. გაწევრიანდით, გაიგეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ კეთდება ვიდეო, რაზე ვაკეთებ მომდევნო ვიდეოს. გარდა ამისა, მაგ Telegram არხზე ავტვირთავ იმ მასალას, რომელიც YouTube-ზე უბრალოდ გარკვეული შეზღუდვების გამო ვერ აიტვირთება, ცენზურის და არა მხოლოდ ცენზურის გამო, ასე რომ გელოდებით ყველას Telegram არხზე. მოკლედ, თუ კი მზად ხართ, დავიწყოთ. საუკუნის ძარცვა. პენსიონერი ქურდები. როგორც ყოველთვის პატარა შესავალს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონტექსტი ბევრად უფრო უკეთ აღქმადი გახდეს. 2015 წელი სულ რაღაც 11 წლის წინ იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიტკოინის შესახებ უკვე თითქმის ყველა მიცოდა. ის პერიოდია, როცა ონლაინ ეკონომიკა პროგრესირებს. სმარტფონებითა და საბანკო ბარათებით სარგებლობა კი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იმ მოვლენამდე 1 წლით ადრე, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრებ, ჰაკერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტობირჟის გაძარცვა შეძლეს და 460 მილიონი დოლარი მოიპარეს. მოკლედ რომ თქვა 2015 წელს, პრინციპში არც მანამდე, მაგრამ მაინც, ბანკების ძარცვა ჭკვიანური გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. და თუ რატომ ამას ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, მანამდე გეტყვით იმას, თუ რა იქნებოდა ამ პერიოდში ბევრად უფრო ჭკვიანური. ამ პერიოდში ბევრად უფრო ჭკვიანური იქნებოდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში რაიმე სახის კურსის აღება და პროფესიული განვითარებისთვის ფუნდამენტისა და საფუძველის შექმნა. და თუ ვერ ხვდებით იმას, თუ რას გულისხმობ, ძალიან მარტივად გეტყვით იმას, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ პროგრამირების, AI-ის მიმართულების, ინტერიერისა და 3D ვიზუალიზაციის და არა მხოლოდ ეს, არამედ კიდევ ბევრი სხვა კურსი, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თანამედროვე ტენდენციებს. მოკლედ, ლინკი აღწერაში იქნება, ასე რომ გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებს. მე კი გავაგზავნებ ძარცვის ისტორიას. როგორც უკვე გითხარით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქალაქია ქუჩაში დაყენებული სათვალთვალო ვიდეო კამერების თვალსაზრისით. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალაქში შემდეგი რამ ხდება. 2015 წლის 7 აპრილი. სააღდგომო არდადეგების შემდეგ ლონდონელები სამუშაოს უბრუნდებიან. თუმცა Hatton Garden-ის საცავის თანამშრომლებისთვის ეს დღე განსხვავებულად დაიწყო. შენობის ის ნაწილი, რომელშიც ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ქონება ინახებოდა, მათ გაძარცვული დახვდა. აქ თანამშრომლებმა გადატრიალებული ავეჯი, გატეხილი სეიფები, მტვერი და რამდენიმე სამუშაო ინსტრუმენტი აღმოაჩინეს. სკოტლანდ იარდის მფრინავი რაზმის წევრებს, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიება ევალებათ, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის პოვნა უწევთ. ვინ, როდის და როგორ ჩაიდინა დანაშაული? კითხვაზე როგორ, პასუხი თვალსაჩინოა. ძარცველებმა საცავის კედელი გახვრიტეს, თუმცა ეს მაინც არ ხსნიდა იმას,
თუ როგორ შეძლეს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულ შენობაში შესვლა, როგორ შეძლეს შესაბამისი ინსტრუმენტების შეტანა, როგორ აუარეს გვერდი უსაფრთხოების სისტემას, სად არიან ახლა ისინი და სად არის ის ძვირფასეულობა, რომელიც მოიპარეს. Scotland Yard-ს აშკარად საკმაოდ გამოცდილ ადამიანებთან, გამოცდილ მძარცველებთან აქვს საქმე. Როგორ ხვდებიან ამ ყველაფერს? იდეაში საკმაოდ მარტივად. არც ერთ მათგანს არ ქონდა დატოვებული არც თითის ანაბეჭდი და არც დნმ. ალბათ გახსოვთ ვიდეოში, სადაც საუბრობ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები, ისინი დნმ-ის დახმარებით არ კვევენ იმას, თუ ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ამ შემთხვევაში მძარცველებს, როგორც უკვე გითხარით, არაფერი დაუტოვებიათ. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე მათეთრებელი იპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მძარცველებმა მისი დახმარებით წაშალეს ანაბეჭდები. მეორე რამ, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებდა, ის გახლავთ, რომ ქურდებმა ის მყარი დისკებიც მოიპარეს, რომელშიც საცავის ვიდეო კამერების ჩანაწერები ინახებოდა. მაგრამ დღევანდელი ვიდეო ხომ იმით დავიწყეთ, რომ ლონდონის ქუჩებში ძალიან დიდი რაოდენობის გარე სათვალთვალო კამერაა. ხო და შესაბამისად, Scotland Yard-ის თანამშრომლები სწორედ ამ კამერის ჩანაწერების თვალიერებას იწყებენ. კრიმინალისტებს პირველ რიგში 2015 წლის 2 აპრილის დღით დათარიღებული ჩანაწერები აინტერესებთ. ეს ხუთშაბათი დღეა, სააღდგომო არდადეგების დაწყების წინა დღე. ჩანაწერში ჩანს, რომ შენობასთან ჯერ თეთრი ფურგონი ჩაივლის. მოგვიანებით კი 2 ადამიანი, რომელსაც შუქ ამრეკლი ტანსაცმელი აცვია. მათ უკან მოყვება პიროვნება, რომელიც კამერასთან გავლისას სახეს ჩემოდანით დამალავს. მოგვიანებით ჩანაწერების თვალიერებისას გაირკვევა, რომ სწორედ ეს ადამიანი შევა ჰათონ გარდენის შენობაში მთავარი შესასვლელიდან. შენობის შიგნიდან გააღებს უკანა კარს და შეუშვებს თანამზრახველებს, რომლებსაც თან საჭირო ინსტრუმენტები ჰქონდათ. მეორე დღეს ეს ადამიანები გამოვლენ შენობიდან, ჩასხდებიან ფურგონში და გაცდებიან მიმდებარე ტერიტორიას. Scotland Yard-ის პოლიცია ოპერატიულად ამოწმებს იმას, თუ ვის ეკუთვნის ფურგონი. ისინი გაარკვევენ, რომ ფურგონი შეძენილი არის, რა თქმა უნდა, ყალბი დოკუმენტებით და ეს წესი და რიგით იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უკვე განადგურებულია. მაგრამ აქ ხაზგასასმელი არის არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ ჟურნალისტების ოპერატიული მუშაობაც. სხვადასხვა ტაბლოიდები აქვეყნებენ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და ჟურნალისტები გამოთქვამენ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ძარცვაზე პასუხისმგებელი. სხვადასხვა ვერსიებს შორის შედიან აღმოსავლეთ ევროპის დაჯგუფების წევრები, ყოფილი სამხედროები და რა თქმა უნდა პროფესიონალი მძარცველებიც. თუმცა როცა პოლიცია გაარკვევს მათ ვინაობას, საზოგადოება ნამდვილ კულტურულ შოკს მიიღებს. სანამ ამ კულტურული შოკის მიზეზს გეტყვით, მანამდე მოდით ერთად გავიხსენოთ ის თუ სად მოხდა 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა. ეს ჰათონ გარდენია, რაიონი ლონდონის ცენტრში, რომელშიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული უამრავი ის მაღაზიაა გახსნილი, რომელშიც ძვირფასეულობა იყიდება. ბრილიანტები, ოქროულობა, ძვირფასი საათები და სამკაულები. აი რა შეხვდებით აქ არსებული მაღაზიების დახლებზე. ამ ყველაფრის ხარჯზე ეს ადგილი არა მხოლოდ პოტენციურ მყიდველს, არამედ პოტენციურ ქურდსაც იზიდავდა. და მე-19-20 საუკუნეებში აქ ქურდობა, ძარცვა საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავი იყო. სწორედ ამის გამო 1940 წელს ჰათონ გარდენის ქუჩაზე, კერძოდ კი 88-90 ნომრების მქონე შენობაში, უფრო სწორედ კი ამ შენობის სარდაფში, აშენდა ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საცავი. ადგილი უსაფრთხოების ზომების გამო არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელს ევროპაში იყო ცნობილი. საცავი იმდენად კარგად იყო აშენებული, რომ ძვირფასეულობას არა მხოლოდ ქურდებისგან, არამედ დაბომბვისგანაც კი იცავდა. უკანასკნელ 10 წლეულში მას უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით შეემატა. სათვალთვალო კამერები, უახლესი სიგნალიზაცია და ის ფაქტი, რომ პოლიცია განგაშის შემთხვევაში რამდენიმე წუთში მოდის, აქაურობას ერთ-ერთ ყველაზე დაცულ საცავად აქცევდა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აქ შენახული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი იყო. გამოძიების პირველივე დღეებში Scotland Yard-ის თანამშრომლები საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან და მათ რამდენიმე სტრეს ფაქტორი აწუხებთ. ერთ-ერთი მთავარი ეს არის ბრიტანული პრესა, რომელიც როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ოპერატიულად მუშაობს. ბრიტანული მედია აქვეყნებს იმ სამხილებს, რომლებიც რეალურია და გარდა ამისა იმ სამხილებს, რომლებიც ყალბია. ეს ბუნებრივია საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ აჟიოტაჟს, იქიდან გამომდინარე, რომ შეგახსენებთ გაძარცვეს ევროპაში ყველაზე კარგად, ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საცავი. მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტრეს ფაქტორი ის გახლავთ,
რომ ძარცველებს უკვე დიდი ალბათობით ჰქონდათ გადამდნარი ეს ოქროულობა, რომელიც მათ გაძარცვეს და ის ბრილიანტები, რომლებიც მათ მოიპარეს, უკვე გაყიდულია. მე შეგახსენებთ იმას, რომ ძარცვის დღეს კი არ შეიტყო ამ ძარცვის შესახებ პოლიციამ, არამედ სააღდგომო არდადეგების დასრულების შემდეგ. დრო კი გამოძიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეჭმიტანილთა ვინაობის დადგენა მხოლოდ სათვალთვალო კამერების დახმარებით ვერ ხერხდება, რადგან ისინი კეპებში და ნიღბებში არიან. თეთრი ფურგონი კი საქმეს წინ ვერ წევდა. დეტექტივები აგრძელებდნენ ჩანაწერების ძიებას და სწორედ ამ დროს მათ შეამჩნიეს ერთი საკმაოდ უცნაური დეტალი. ძარცვიდან მეორე დღეს, მაშინ როცა ქურდები მანქანაში სხდებიან, მათ ხელში საეჭვოდ ცოტა ჩანთა უჭირავთ. 7 აპრილს, მაშინ როცა პოლიციელებმა დანაშაულის ადგილი დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ საცავის ყველა სეიფი არ იყო გატეხილი. ძარცველებმა მოიპარეს ფული, ოქროულობა და ბრილიანტი, რომელთა ჯამური ოდენობა დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი იყო. ალბათ ამეთანხმებით, რომ 20 მილიონი ფუნტი ისედაც არ არის ცოტა, თუმცა სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებით ამ საცავში არალეგალური ქონებაც ინახებოდა და შესაბამისად არ იყო გამორიცხული, რომ ძარცველებმა არა 20 მილიონის ღირებულების, არამედ დაახლოებით 100 მილიონის ღირებულების ქონება მოიპარეს. თუმცა აქ ჩნდება ერთი საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. სულ რომ 20 მილიონი იყოს, როგორ ჩაატიეს მძარცველებმა რამდენიმე საკმაოდ მომცრო ზომის ჩანთაში 20 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონელი, ქონება უბრალოდ. აქედან გამომდინარე ჩნდება საკმაოდ ლოგიკური მოსაზრება, რომ მძარცველები მას შემდეგ რაც გამოვიდნენ პირველად საცავიდან, რამდენიმე დღეში, ან მომდევნო დღეს, უკან დაბრუნდნენ. ასეც მოხდა 4 აპრილს, შაბათი დღის საღამოს, საცავში პირველად შესვლიდან 2 დღეში ბანდა დაბრუნდა. სწორედ ამ დღეს მათ დაასრულეს ოპერაცია და წაიღეს დარჩენილი ძვირფასეულობა. თუმცა ამას გარდა დეტექტივებმა შენიშნეს, რომ ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებამდე 1 საათით ადრე კამერებმა 2 უკვე ნაცნობი ადამიანი დააფიქსირა. განსაცმელი და სიარულის მანერა აღმოჩნდა ის, რის მიხედვითაც მათი ამოცნობა გამარტივდა. სწორედ ეს 2 ადამიანი ჩაჯდა ახლოსვე გაჩერებული თეთრი მერსედესის ფირმის ავტომობილში, რომელიც სხვადასხვა სათვალთვალო კამერას ყავდა დაფიქსირებული მიმდებარე ტერიტორიაზე. დეტექტივებმა გაარკვიეს, რომ მისი პატრონი 74 წლის პენსიონერი კენი კოლინსი იყო. არ მოგესმათ, საუბარი 74 წლის კენი კოლინსზე არის და ამ აღმოჩენამ დეტექტივები გაიყვანა სხვა ეჭმიტანილებზე, რომლებიც მომდევნო პერიოდში აღმოჩნდება, რომ კენი კოლინსის თანამძრახველები იყვნენ და საუბარი არა რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის დაჯგუფების წევრებზე, არამედ პენსიონერებზე მაქვს. დამნაშავეების ვინაობა გარკვეულია. ახლა პოლიციას ის გადარჩენია, რომ გაარკვიოს, როგორ მოახერხეს 60 გადაცილებულმა მამაკაცებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულ საცავში შეპარვა და ფაქტობრივად სამხილების დატოვების გარეშე ძვირფასეულობის მოპარვა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ასაკში მსგავსი ტიპის კრიმინალის ჩადენა წესიდარიგით მარტივი ამბავი არ უნდა იყოს. პრინციპში მაგ ასაკში კი არა, ბევრად უფრო ახალგაზრდა ასაკშიც კი. მაგრამ მაშინ, როდესაც გაეცნობით ამ ადამიანების ბიოგრაფიას, აღმოაჩენთ, რომ ესენი არა უბრალოდ პენსიონერი ბაბუები, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკმაოდ დიდი და სერიოზული კრიმინალური ისტორია აქვთ. დეტალებისთვის კი მომხდარ ძარცვამდე 3 წლით ადრე პერიოდში გადავინაცვლოთ. ჰათონ გარდენთან ახლოს, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ცხოვრობს ადამიანი სახელად ბრაიან რიდერი. ის 73 წლის არის და სწორედ იგი გახდა ამ ძარცვის ინიციატორიც და ორგანიზატორიც. 50-იან წლებში ომის შემდგომ პერიოდში ლონდონში ცხოვრება მაინც და მაინც მარტივი არ იყო. ბევრი ოჯახი საკმაოდ დუხჭირად ცხოვრობდა, მათ შორის ბრაიან რიდერის ოჯახიც. პირველი კანონდარღვევა 11 წლის ასაკში ხდება. მან მაღაზიიდან კონსერვის კილები მოიპარა. თუმცა პირველად ციხეში ის 36 წლის ასაკში ხდება ძარცვის გამო. 11-დან 36 წლის ასაკს შორის შუალედში ბრაიანმა არაერთ კრიმინალურ ისტორიაში მოასწრო გარევა. თუმცა ყოველ ჯერზე ის ახერხებდა პოლიციისგან მიმალვას და სასჯელისგან თავის არიდებას. იგი 1983 წელს რინგს მეთის საქმის გამო იყო დაკავებული. ეს აქამდე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძარცვად ითვლებოდა. ის ჰითროუს აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობიდან 26 მილიონი ფუნტის ღირებულების ოქროს ზოდების მოპარვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ბრაიანი კრიმინალური ავტორიტეტის, კენეტ ნოის მარჯვენა ხელი იყო და ეხმარებოდა მოპარული ოქროს რეალიზაციასა და ფულის გათეთრებაში. 1986 წელს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ეს მისი ერთადერთი პატიმრობა იყო. ჰათონ გარდენის ძარცვის მომენტისთვის ბრაიანი დიდი ბრიტანეთის ტოპ 10 ყველაზე ცნობილ მძარცველს შორის შედიოდა. თუმცა ამ დროისთვის პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ჩამოშორებული იყო ძველ პროფესიას და პენსიაზე იყო გასული. რადგან მომხდარამდე 6 წლით ადრე მას დეპრესია დაეწყო მეუღლის გარდაცვალების გამო. თუმცა ამაზე მეტად აზრს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამყარებდა, უფრო კონკრეტულად კი პროსტატის კიბო. ძარცვამდე 3 წლით ადრე ბრაიან რიდერი იწყებს გეგმის შემუშავებას და ალბათ ხვდებით იმას, რომ ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საცავის შენობაში შესვლა მაინც და მაინც მარტივი ამბავი არ იქნება და შესაბამისად მას სჭირდება თანამძრახველები. მსგავს სიტუაციაში ბრაიანს ნამდვილად ვერ უშველის განცხადებების ვებგვერდი, სადაც გვეყნდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის კონკრეტული მძარცველი ეძებს თანამძრახველებს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი რჩება პირადი კონტაქტები. მაგრამ აქ გასათვალისწინებელი არის ბრაიანის ასაკი. ძირითადად ის ადამიანები, რომლებთანაც ის ოდესმე თანამშრომლობდა, ან ციხეში იყვნენ, ან უკვე ჩამოშორებულები იყვნენ საქმეს, ან არა ხო ხვდებით რაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრაიანმა მოახერხა და შეძლო თანამძრახველების პოვნა. მასთან ერთად საქმეში მონაწილეობდნენ ტერი პერკინსი, რომელიც ამ დროისთვის 66 წლის იყო, და კენი კოლინსი, რომელსაც 2015 წლის 5 აპრილს, ანუ ძარცვის მეორე დღეს, 75 წელი შეუსრულდა. თანამძრახველებს საკმაოდ სერიოზულ კრიმინალურ ისტორიასთან ერთად, არანაკლებ თვალსაჩინო სამედიცინო ისტორიაც ჰქონდათ, რომელშიც ნახსენებია ართრიტი, დიაბეტი, დაქვეითებული სმენა, ანემია და თირკმელების პრობლემები. ისე წარმოიდგინეთ, რამხელა ადრენალინი გამოსცადა თითოეულმა მათგანმა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ შეიძლებოდათ პოლიციელები დასდგომოდნენ თავს, ან არა და რომელიმე მათგანისთვის წნევას აეწია. ხო, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში მძარცველებმა მეტად თუ ნაკლებად წარმატებულად ჩაატარეს თავიანთი ოპერაცია. რაც არ უნდა იყოს გამოცდილება თავის საშვრება. პირველ რიგში მძარცველები საცავის რუტინული მუშაობის სქემა შეისწავლიან. რამდენიმე წლიანი თვალთვალის შემდეგ ისინი აღმოაჩენენ ერთ საკმაოდ სერიოზულ ნაკოდს, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ დღესასწაულების დროს საცავს კეტავდნენ და მასში დაცვის წევრები აღარ რჩებოდნენ. ერთი შეხედვით ეს დაუდევრობაა, თუმცა აქ ხაზგასასმელი ის არის, რომ საცავი, როგორც უკვე მანამდე გითხარით, არის აღჭურვილი ულტრა თანამედროვე დაცვის სისტემით. და გარდა ამ ყველაფრისა, ეს არის ფაქტობრივად ბუნკერი, რომელიც იმყოფება 88-90 შენობის სარდაფში, რომელიც არის გარშემორტყმული 50 სანტიმეტრიანი არმირებული კედლით და შესაბამისად აქ დაცვის ყოფნა მაინც და მაინც აუცილებელი არ არის. თუმცა იმისთვის, რომ მძარცველებს უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ეტაპი წარმატებით გადაელახათ, მათ კიდევ 2 ადამიანი სჭირდებოდათ, რომლიდანაც ერთი იქნებოდა პასუხისმგებელი ტექნიკაზე, ხოლო მეორე ძალაზე. ჰათონ გარდენის ძარცვის საქმეზე კუნთმაგარ წევრად დენიელ ჯონსი ითვლებოდა, რომელიც მუშაობდა მძიმე ტექნიკასთან და პირადად ბურღავდა საცავის სქელ ბეტონის კედელს. ძარცვის მომენტისთვის ის 58 წლის იყო, რაც დაჯგუფების წევრების ასაკის გათვალისწინებით მას ფაქტობრივად ახალგაზრდას ხდიდა. ჯონსი გატაცებული იყო ფიტნესით. ის ძველი სკოლის პროფესიონალ მძარცველად ითვლებოდა, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა სეიფების გატეხვის საქმეში. დაჯგუფების მეხუთე წევრის მეტსახელი იყო ბეზილი. ის ძარცვის ყველაზე იდუმალი ფიგურა გახლდათ, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში მხოლოდ მისი მეტსახელი იყო ცნობილი. იგი ტექნიკური თვალსაზრისით ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი იყო. ის იყო ელექტრონიკის ექსპერტი და სწორედ მან მოახერხა სიგნალიზაციის სისტემის გათიშვა და დაცვის გვერდის ავლით შენობაში შეღწევა. სანამ სხვები კედელს ბურღავდნენ, ის ოპერაციას ტექნიკურად მართავდა. მის შესახებ ოდნავ მოგვიანებით სხვა დეტალებსაც გაგაცნობთ. მომზადების პროცესში თანამძრახველები არაერთხელ ესტუმრებიან უშუალოდ ჰათონ გარდენის საცავს. რაც პრინციპში მაინც და მაინც გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ რომელი დაცვის წევრი იფიქრებს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიზიტორი, რომელიც დაახლოებით 60 წლის არის, ან ბევრად უფრო მეტისაც შეიძლება იყოს, ამ საცავიდან გაზიდავს 10 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონებას.
ისინი ასევე იკრიბებოდნენ პაბში სახელად The Castle. ეს არის ადგილი, სადაც მოგვიანებით პოლიციამ სათვალთვალო კამერები დააყენა, საიდანაც ბევრი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ თანამძრახველები ფაქტობრივად მზად არიან და მათ დათქვეს თარიღი, თუ როდის უნდა შესულიყვნენ საცავში. 2 აპრილის საღამოს, პარასკევ დღეს, სააღდგომო არდადეგები ცხადდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საცავში დაცვის წევრები აღარ იქნებოდნენ. მაგრამ სანამ უშუალოდ 2 აპრილის საღამოს, ანუ ძარცვის დღეს მივხედავთ, მანამდე ერთი დღით ადრე საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი არ უნდა გამოგრჩეს. ათონ გარდენიდან დაახლოებით 500 მეტრში ხანძარი გაჩნდა. ის იმდენად მასშტაბური იყო, რომ 5000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. რაიონის პოლიციის მთელი ყურადღება და კორდონები Kingsway-სკენ იყო მიმართული, რამაც მძარცველებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. იყო თუ არა ხანძარი მათი გეგმის ნაწილი გარკვეული დროით უცნობი იყო. ამ დეტალს ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, ახლა კი 2 აპრილის საღამო განვიხილავთ. თანამძრახველები შენობასთან სხვადასხვა გზით მიდიან. თეთრ ფურგონში კენი კოლინსი, დენი ჯონსი და ტერი პერკინსი იყვნენ. მათ ნარინჯისფერი შუქამრეკლი ჟილეტები ეცვათ, რათა ქუჩაში გამლელებს უბრალო ხელოსნები ჰგონებოდათ. ბეზილი ადგილზე ყველაზე ადრე მივიდა. მას წითელი პარიკი ეკეთა. ეცვა მუშის ფორმა და ხელში ეჭირა ჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ სიგნალიზაციის გასათიში მოწყობილობები და გასაღები ჰქონდა. ბრაიან რიდერი, ჯგუფის ყველაზე ასაკიანი წევრი შენობასთან ავტობუსით მივიდა. მან თავისი უფასო, საპენსიო ბარათი გამოიყენა, რაც მოგვიანებით პოლიციისთვის ერთ-ერთი სამხილი გახდა. საღამოს 9 საათზე ბეზილი მთავარ შესასვლელ კარს აღებს გასაღებით და შედის შენობაში, რომელშიც ციფრული კოდით ჩაკეტილი კარი ხვდება. მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ბრაიან რიდერი აქ მივიდა ავტობუსით და თან გამოიყენა უფასო საპენსიო სამგზავრო ბარათი, რაც ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც ძალიან აბსურდულია, იმიტომ რომ მაშინ როცა მილიონობით ფუნტის მოპარვას გეგმავ, უფასოდ რაღაცომ გზავრობ ავტობუსში 3 ევრო თუ რავი რა ძღირს გადაიხადე რა. კაი, მოკლედ, ბევრად უფრო საინტერესო არა ეს ფაქტი, არამედ ის ფაქტი არის, რომ დღემდე გაურკვეველია ის თუ როგორ მოახერხა ბეზილმა ცენტრალური მთავარი შესასვლელი კარის გაღება გასაღებით და გარდა ამისა როგორ მოახერხა მან სიგნალიზაციის კოდის ან გატეხვა, ან გამოცნობა. მოკლედ არსებობს მოსაზრებები, რომ მათ შესაძლოა ჰყავდათ დაცვის წევრებს შორის თანამძრახველი და გარდა ამისა მეორე ვერსიის მიხედვით მათ ჰყავდათ ნაცნობი, რომელიც თავის დროზე ამ შენობის დაპროექტებაში იღებდა მონაწილეობას. ეს უბრალოდ თეორიებია და მე უბრალოდ თეორიებს გაგაცნობთ. კი არა და გაცნობთ. კაი, ვიუბრუნდები ისევ ძარცვის დღეს. მას შემდეგ რაც ბეზილი შენობაში შედის და სიგნალიზაციას თიშავს, ის უკანა შესასვლელს უღებს თანამძრახველებს და შეჰყავს ისინი შენობაში. თითოეულ მათგანს ხელთათმანი, ნიღაბი და დამცავი ჩაფხუტი უკეთია. მათ შენობაში მოწყობილობებით სავსე ჩემოდანი შეაქვთ, რომლიდანაც ყველაზე მთავარი დანადგარი დიდი ბურღი იყო, რომელიც მათ კედლის გასახრეტად ჭირდებოდათ. შენობაში არსებული სათვალთვალო კამერები მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. მთავარი ის იყო, რომ საქმის დასრულების შემდეგ მძარცველებს ის მყარი დისკები წაეღოთ ან გაინადგურებინათ, რომელზეც ჩანაწერები ინახებოდა. ყველაფრის მოგვარების შემდეგ თანამძრახველები მიწისქვეშა სართულზე ჩადიან ლიფტის ჭის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის საქმეებს განვიხილავ, ვცდილობ ხოლმე, რომ არ აღფრთოვანდე იმით, თუ რამდენად ჭკვიანურად არის დაგეგმილი, ან ძარცვა, ან გატაცება, ან რაღაც მსგავსი, ეს ის შემთხვევა, როცა სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, საუბარი მაქვს 70 წელს გადაცილებულ პენსიონერ ბაბუებზე, რომლებიც ართრიტის მიუხედავად და სახსრების ტკივილის მიუხედავად მაინც ძვებიან ლიფტის ჭაში. ეს ალბათ იდეალური ადგილი იქნებოდა ხონროლიცის რეკლამისთვის, მაგრამ არ გავაკეთებ ამ რეკლამას. კაი, მივუბრუნდეთ ძარცვის მონაკვეთს. შემდეგი ეტაპი დამატებითი დამცავი კარის აწევაა, რომელიც ლიფტის შესასვლელთან იმყოფება. ეს მაინც და მაინც რთულად შესასრულებელი საქმე არ იყო. ძარცვის ყველაზე რთული ეტაპი წინაა. ამის შემდეგ მძარცველები შედიან შენობის იმ ნაწილში, სადაც არის განთავსებული საცავი და მანამ სანამ ისინი უშუალოდ საცავში შევლენ, აღსანიშნავია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. ლიფტთან არსებული კარის აწევის შემდეგ ჩაირთვება სიგნალიზაცია, რომლის გასათიშადაც ბეზილს აქვს 60 წამი.
თუ კი იგი 60 წამის განმავლობაში ვერ შეძლებს სიგნალიზაციის გათიშვას, უსაფრთხოების სამსახური მიიღებს შეტყობინებას, რომ საცავში ვიღაც არის შეჭრილი. ბეზილი გათიშავს სიგნალიზაციას და დამნაშავეები ამტვრევენ გისოსებს, რომელიც იმ დერეფანში გადის, სადაც მთავარი საცავია. ამ მომენტისთვის მძარცველები ფიქრობენ, რომ წესი და რიგით ყველაფერი რიგზე მისდით, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის გასათვალისწინებელი და ეს მნიშვნელოვანი რამ გახლავთ ის, რომ ბეზილმა კი გათიშა სიგნალიზაცია, მაგრამ სიგნალიზაციას ჰქონია ორ-ეტაპიანი აუთენტიფიკაცია, რაც ნიშნავდა იმას, რომ დაცვის წევრებს მობილურ ტელეფონზე მოსდიოდათ კოდი, რომელიც აუცილებლად იყო შესაყვანი მას შემდეგ, რაც სიგნალიზაცია გაითიშებოდა და ეს ბეზილმა რა თქმა უნდა არ იცოდა. კოდის არ შეყვანის გამო, ჰათონ გარდენის 88-90 ნომერ შენობასთან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მივიდა. ის გადმოვიდა სამსახურის მანქანიდან და მიუახლოვდა მთავარ შესასვლელს. ნებისმიერი ძარცვის ისტორია თავის მხრივ მოიაზრებს არამხოლოდ კარგად დაგეგმილ ლოგიკურ ქმედებათა ჯაჭვს და მათ ერთობლიობას, არამედ საკმაოდ დიდ იღბალსაც. და ეს ისტორია სწორედ ასეთი არის. ჰათონ გარდენის ძარცვის შემთხვევაში იღბალმა საკმაოდ დიდი, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დაცვის თანამშრომელი ამოწმებს მთავარ შესასვლელს. ზედაპირულად ათვალიერებს ჩამკეტს. ხედავს, რომ ყველაფერი რიგზეა, აყურადებს შენობის შიგნიდან მომავალ ხმებს და მას შემდეგ რაც რწმუნდება, რომ შიგნით არავინ არის, ის არათუ პოლიციას არ გამოიძახებს, არამედ მეტიც. თანამშრომლებს შეატყობინებს, რომ ეს ცრუ განგაშია, გაბრუნდება მანქანასთან და სახლისკენ დაიძრება. უცნაური კი ის არის, რომ კენი კოლინსი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გარეთ დგას და არ არის შესული შენობაში, წესი და რიგით პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ თანამძრახველებს მსგავსი რაღაცები შეატყობინოს. მაგრამ მას ეს არ უთქვამს. ამას იდეაში საქმის მსვლელობა და ოპერაცია, ეგრეთ წოდებული ოპერაცია არ შეუცვლია, ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც საცავის შენობაში არიან, არ იციან ზევით რა მოხდა და შესაბამისად ისინი იწყებენ იმ მოწყობილობების გამოყენებას, რომლის დახმარებითაც უნდა გახვიდონ კედელი. საუბარი მაქვს ჰილთი DD350 ფირმის ინდუსტრიულ ალმასის ბურღზე, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია საცავის 50 სანტიმეტრის სისქის ბეტონის კედლის გახვედა. ეს არის მოწყობილობა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ხიდების მშენებლობისას ან მეტროს გვირაბებში მუშაობისას. მძარცველებმა კედელზე ერთმანეთის გვერდიგვერდ რამდენიმე ნახრეტი გააკეთეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ სეიფები, რომლებშიც ძვირფასეულობა ინახებოდა, კედელთან ზედმეტად ახლოს იყო. ამიტომაც ჰიდრავლიკური ტუმბოს დახმარებით მათი წაქცევა სცადეს, მაგრამ ტუმბო გატყდა და საცავის შიგნით შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ახლა ალბათ გიჩნდებათ საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. თუ კი მძარცველებს აქვთ ისეთი მოწყობილობა, ისეთი ბურღი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სისქის არმირებულ კედელს ხვრეთს, როგორ ვერ შეძლეს იგივე მოწყობილობის დახმარებით იმ მეტალის კონსტრუქციის გახვეთა, რომელზეც სეიფები არის მოთავსებული. ამ ყველაფრის გასარკვევად სულ ცოტაოდენი ფიზიკა დაგჭირდებათ. ბურღის თავი, რომელიც დაახლოებით 50-60 სანტიმეტრის სიგრძისაა, კედლის გახვეტის შემდეგ პირდაპირ იმ მეტალის კარადებს მიებჯინა, რომლებზეც სეიფები იყო მოთავსებული. არადა ბურღს მუშაობისთვის გარკვეული თავისუფალი სივრცე სჭირდება საიმისოდ, რომ ბრუნვა გააგრძელოს. რადგან კარადა კედელზე იყო მიბჯენილი, ბურღის თავი ბეტონსა და მეტალს შორის გაიჭედა. ამის გამო მძარცველებს მოუწიათ, რომ ბურღის თავი უკან გამოწიონ და ჰიდრავლიკური ტუმბო გამოიყენონ, რომელიც როგორც უკვე გითხარით, გატყდა. და შესაბამისად ერთადერთი რამ რაც მათ რჩებათ, ის არის, რომ საცავიდან ხელცარიელები გამოვიდნენ. პენსიონერებს მოვლენების განვითარების ორი თეორიული სცენარი ჰქონდათ. პირველის მიხედვით, ისინი უნდა დანებებულიყვნენ და იმის იმედად დარჩენილიყვნენ, რომ ვერავინ მიაგნებდათ. მეორეს მიხედვით კი მათ უნდა დაესრულებინათ დაწყებული საქმე. ბრაიან რიდერი ფიქრობდა, რომ წესი და რიგით ისინი უკვე აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან და პრინციპში ის თავად აღარს დაბრუნებულა შენობაში, ხოლო სხვა დანარჩენი თანამძრახველები ფიქრობდნენ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოეგვარებინათ პრობლემა, იმიტომ რომ ჰიდრავლიკური ტუმბო, როგორც უკვე გითხარით, გატყდა, არადა სააღდგომო ვარდადეგები დღე-დღეზე მთავრდებოდა. დენიელ ჯონსი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მძიმე ტექნიკასთან მუშაობაზე, ახალ ტუმბოს შოულობს და პირველი მცდელობიდან მეორე დღეს ახლა უკვე 4 თანამძრახველი ბრუნდება საცავის შენობაში. ისინი ზუსტად იგივე ქმედებათა სერიას გაიმეორებენ, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ჰიდრავლიკური ტუმბო ამჯერად გაამართლებს
და პენსიონერები ერთმანეთის მიყოლებით ძვრებიან საცავის მთავარ ოთახში. მათ სხვა ამბავშიც გაუმართლებთ. ამ დროის განმავლობაში საცავში შეიძლებოდა რომელიმე დაცვის წევრის შესულიყო, თუმცა როგორც უკვე ხვდებით, ეს არ მომხდარა. ერთადერთი რამ, რაზეც მძარცველებს გული დაწყდებათ, ის იქნება, რომ მათ თან არ ჰქონდათ დიდი რაოდენობის ჩანთები ძვირფასეულობის წასაღებად, მაგრამ ნაძარცვის ჯამური ღირებულება, როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურად დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალური მონაცემია და ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი თვლის, რომ მათ არა 20, არამედ 100-მდე მილიონი ფუნტი მოიპარეს, ნებისმიერ შემთხვევაში ის თუ რა სტატუსი მიანიჭა ბრიტანულმა მედიამ მათ ძარცვას, ალბათ დამეთანხმებით, რომ ზუსტად იყო მორტყმული მიზანში. საუბარი მაქვს სტატუსზე საუკუნის ძარცვა. Caught in a heist at the Hatton Garden Safe Deposit Company here in London. Thieves, if you remember. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ძარცვა ერთი შეხედვით შედევრი იყო. თუმცა ისევე როგორც ყველა სხვა გახსნილ საქმეს, ბუნებრივია მასაც ჰქონდა არაერთი ნაკლი, რომელიც გამომძიებლებმა ოსტატურად შენიშნეს. და მოდით პირველ რიგში განვიხილოთ ის მომენტი, როცა მათ სათვალთვალო კამერებში თეთრი მერსედესი შენიშნეს. პირველი მცდელობის დროს, როგორც უკვე მანამდე გითხარით, თითოეული მძარცველი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით, ზოგიერთი კი ფეხითაც კი მივიდა ამ შენობასთან, თუმცა მეორე შემთხვევაში კენი კოლინსი საკუთარი პირადი თეთრი მერსედესით მივიდა შენობასთან, რაც რა თქმა უნდა დამღუპველი იყო მისთვისაც და მისი თანამძრახველებისთვისაც. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც old school მძარცველები არიან, მათ გაითვალისწინეს საცავში არსებული ყველა დეტალი, მათ შორის სიგნალიზაცია, ის თუ როდის ისვენებს დაცვა, მთელი ამბები, მაგრამ დავიწყდათ და გამორჩათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ის, რაც ვიდეოს დასაწყისშივე აღვნიშნე. ეს არის ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონი გადაჭედილია გარე სათვალთვალო კამერებით. სხვადასხვა კამერის დახმარებით გამომძიებლებმა აღადგინეს მოვლენათა ქრონოლოგია. გაირკვა, რომ აღნიშნული მერსედესი ქალაქის გარეუბანში გაჩერდა ერთ-ერთი ინსტრუმენტების მაღაზიასთან. მაღაზიაში არსებული კამერის ჩანაწერებში ჩანს თუ როგორ ყიდულობდა დენიელ ჯონსი, რომელსაც არც კეპი ეფარა და არც სათვალე ეკეთა ჰიდრავლიკურ ტუმბოს. პოლიციას უკვე ჰყავს ორი ეჭვმიტანილი და აგრძელებს ამ ადამიანებზე თვალთვალს. აქ გასათვალისწინებელი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაუწერელი წესი. მაშინ, როდესაც ჩადიხარ ჯგუფურ დანაშაულს, წესი და რიგით, დანაშაულის ჩადენიდან რაღაც გარკვეული დროით და ეს არ უნდა იყოს 1 და 2 თვე, ეს უნდა იყოს ბევრად უფრო დიდი დრო, თანამძრახველები ერთმანეთს საჯაროდ არ უნდა ხვდებოდნენ. მაგრამ ამ ადამიანებმა დაარღვიეს ეს დაუწერელი წესი და ისინი შეხვდნენ პაბში, რომლის სახელიც მანამდე უკვე გითხარით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, პაბში, რომელსაც ერქვა The Castle. აქ პოლიციელებმა ფარული კამერების დახმარებით მოახერხეს და ჩაიწერეს მათი საუბარი. ერთი შეხედვით ეს სამი პენსიონერი მეგობრის შეხვედრა იყო, თუმცა რეალურად პაბში სამი ამ ეტაპისთვის ყველაზე გახმაურებულ საქმეში ეჭვმიტანილი ადამიანი ხვდებოდა ერთმანეთს. გაურკვეველი იყო, რას აკეთებდა შეხვედრაზე რიდერი, რომელიც შეგახსენებთ, საცავში შეპარვის მეორე დღეს არ ახლდა თან მეგობრებს. გამომძიებლები ამ ჩანაწერს აძლევენ ექსპერტებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ტუჩის მოძრაობის დახმარებით აღადგინონ ის თუ რაზე მიდის საუბარი აი ამ შეხვედრაზე. აღმოჩნდა, რომ კოლინსი და პერკინსი რიდერს უყვებოდნენ იმას, თუ რა ხდებოდა საცავში შესვლის მეორე დღეს. პრინციპში არა აუცილებელი იყო ექსპერტი იმისთვის, რომ გაიგო თუ რაზე საუბრობენ ისინი. პერკინსი ამ კადრში ჰიდრავლიკური ტუმბოს გამოყენების პროცესზე საუბრობს. ამ ყველაფრის შემდეგ დანაშაულში მხილებული 4 პენსიონერის და მათთან ერთად იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც ნაძარცვს ინახავდნენ, არ წარმოადგენდა სირთულეს. თუმცა მიუხედავად ამისა, სკოტლანდ იარდის პოლიციას რჩებოდა შეკითხვები. მაგალითად, შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც სახეზე იფარავდა ჩემოდანს, მაშინ როდესაც კამერასთან ჩადიოდა. სად არის გაძარცვული ქონება? და ზოგადად, ყავდა თუ არა საქმეს დამკვეთი, თუ პენსიონერებმა ეს ყველაფერი მარტო გააკეთეს. რიდერი, პერკინსი, კოლინსი და ჯონსი აღიარებენ დანაშაულს. მართალი არა დაკავებისთანავე, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები მათ სათვალთვალო კამერებისა და ფარული ჩანაწერების კადრებს აჩვენებენ. ისინი ხვდებიან, რომ მომხდარის შესახებ დუმილს აზრი აღარ აქვს და თან აღიარებითი ჩვენება წესით მოსალოდნელ სასჯელს შეამცირებს. ამ ყველაფრის შემდეგ თითოეული მათგანი 6-7 წლიან თავისუფლების აღკვეთის სასჯელს იღებს. თითოეულ მათგანს აქვს იმის შანსი, რომ უფრო ადრე გამოვიდეს პენიტენციური დაწესებულებიდან. ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამომძიებლებს დაუსხლდათ,
სწორედ ის ბეზილია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ელექტრომოწყობილობებზე, კარის გაღებასა და სიგნალიზაციაზე. და მაინც, ვინ იყო ბეზილი? იქნებ სწორედ ის არის რუხი კარდინალი, რომელიც ამ ძარცვის უკან იდგა. პოლიციელები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ყველა იმ ვიდეოს, რომელიც კოლინზზე თვალთვალისას ჰქონდა ჩაწერილი და ყველა საეჭვო ადამიანის გამორიცხვის შემდეგ მათ მხოლოდ ერთი ეჭმიტანილი დარჩებათ. გაირკვა, რომ ეს მაიკლ სიდი იყო, თუმცა ის სულაც არ გავდა თანამზრახველებს. პირველ რიგში ხაზგასასმელია მისი ასაკი, თუმცა ასაკის მიღმა მისი ბიოგრაფია პენსიონერ მძარცველებთან შედარებით ბევრად უფრო საინტერესოა. მაიკლი კემბრიჯის პროფესორის შვილი იყო, რომელსაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი დღეც კი არ უმუშავია. პოლიციელები იწყებენ მაიკლ სიდის თვალთვალს. მათ ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი არგუმენტი საიმისოდ, რომ მის სახლში შეიჭრან და გაარკვიონ ის ინახავს თუ არა ის საკუთარ სახლში ნაძარცვს. და აქ ხაზგასასმელი არის ის ფაქტი, რომ მაიკლ სიდი, ანუ ეჭმიტანილი, მთავარი ეჭმიტანილი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ბეზილი, იმ ადამიანის ყოლობაზე, რომელსაც არაერთი მილიონი ფუნტი აქვს, ძალიან მოგრძალებულად ცხოვრობს. გადის ასე საკმაოდ დიდი დრო, მეცაც გეტყვით, წლები გადის და პოლიციას დროსთან ერთად გაუჩნდება საკმარისი არგუმენტი საიმისოდ, რომ მაიკლ სიდის სახლში ჩხრეკა ჩაატაროს. ამ კადრებში თქვენ მაიკლ სიდს ხედავთ. თუ დააკვირდებით მისი სიარულის მანერას, ალბათ პირველი ვინც გაგახსენდებათ ჩარლი ჩაპლინი იქნება. ის ნაბიჯის გადადგმისას მარჯვენა ფეხს განზე იქნევს. ზუსტად ისევე, როგორც ჩემოდან სამოფარებული ადამიანი ძარცვის დღეს ამოღებული ჩანაწერებიდან. ექსპერტები რწმუნდებიან იმაში, რომ აღნიშნული არგუმენტი საკმარისია ჩხრეკის ორდერისთვის. მის სახლში პოლიციელები აღმოაჩენენ იმ ოქროულობას, რომელიც ჰათონ გარდენის საცავიდან იყო მოპარული. ისე როგორი შერლოკ ჰოლმსურია არა ის, რომ მიაგნო ადამიანს იმის მიხედვით თუ როგორ დგავს ის ფეხს. ემთხვევა თუ არა მისი სიარულის მანერა მძარცველის სიარულის მანერას. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში დააკავეს ეს ადამიანი და სიდი რა თქმა უნდა უარყოფდა იმას, რომ რაიმე კავშირი აქვს ძარცვასთან. ის საუბრობდა იმაზე, რომ რიდმა მოუტანა თითოეული ის ძვირფასეულობა, რომელიც მას თან ჰქონდა სახლში, არც ერთი მათგანი არც გამოუყენებია და არც გაუყიდია და ზოგადად ამ კონკრეტულ საქმესთან, ანუ ძარცვის საქმესთან, არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თუმცა პოლიციელებმა მისი სახლის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს ერთი საკმაოდ საინტერესო კუსტარული მოწყობილობა, რომელიც სატელეფონო სიხშირეს საკმაოდ დიდ რადიუსში ახშობდა. და ეს შესაბამისად მეტყველებდა იმაზე, რომ ეს სწორედ ის ბეზილი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ძარცვაში ტექნიკურ მხარეზე. იმის გამო, რომ სიდმა ბრალდება თავიდან ბოლომდე უარყო, მას თავისუფლების 10 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯეს. დაჯგუფების ყველაზე ასაკიანი წევრები, კენი კოლინსი და ბრაიან რიდერი, 3 წლის შემდეგ ტოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, თუმცა იმ ვალდებულებით, რომ დააბრუნებენ ნაძარცვის იმ ნაწილს, რომელიც სკოტლანდ იარდის თანამშრომლებს ჯერ არ უპოვია. არც ერთს და არც მეორეს არ დაუბრუნებია ძვირფასეულობა. ამიტომ ისინი ისევ ციხეში დააბრუნეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალნენ. კოლინსი 2019 წელს საყლაპავი მილის სიმსივნის გამო, რიდერი კი 2023 წელს, 84 წლის ასაკში ინსულტის გამო. რამდენიმე წლის განმავლობაში პრესაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰათონ გარდენის საქმე იყო არაუბრალოდ ამ პენსიონერი მძარცველების ახირება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ დაკვეთა, რომელსაც საკმაოდ სერიოზული კრიმინალური ორგანიზაცია ედგა ზურგს უკან. და მათ მეტად თუ ნაკლებად ჰქონდათ საამისოდ შესაბამისი არგუმენტები. ძარცვის დღის წინ მომხდარი ხანძარი დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრში. საიდანღაც ნაშოვნი მთავარი შესასვლელის გასაღები, გათიშული სიგნალიზაცია და დიდი ალბათობით მოსყიდული დაცვის წევრი და გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ნაძარცვის ნახევარზე მეტი დღემდე დაკარგულია, არაა გამორიცხული მართლაც იმაზე მეტყველებდეს, რომ მათ თანამზრახველები ან სულაც დამკვეთები ყოლოდათ. თუმცა მიუხედავად ამ არაერთი ჟურნალისტური გამოძიებისა, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები, ანუ საუბარი მაქვს სკოტლანდ იარდის თანამშრომლებზე, დღემდე ფიქრობენ იმას, რომ ეს საქმე ამ პენსიონერებმა მარტო სოლოზე გააკეთეს და ამაზე მათაც შესაბამისი არგუმენტები აქვთ. მაგალითისთვის მძარცველებს ჰქონდათ შეძენილი წიგნი კრიმინალისტიკა დამწყებთათვის, რომლის ავტორსაც ისინი რამდენიმე საინტერესო იდეას დაესესხნენ. მაგალითად ისეც, როგორიც ანაბეჭდების მათეთრებლის დახმარებით მოშორება, ან სპეციალური ამრეკლი ტანისამოსის ჩაცმა იყო იმისთვის, რომ კამერებს ისინი ვერ ამოეცნოთ.
იმაზე, რომ ძარცველები მარტო მუშაობდნენ და მათ არ ყავდათ თანამედროვე, ბევრად უფრო ახალგაზრდა თანამზრახველი, ასევე მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ მათ ვერ გაითვალისწინეს ლონდონის ქუჩებში არსებული გარეთ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. არადა ამას ნებისმიერი შედარებით ახალგაზრდა მძარცველი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებდა და არ დაუშვებდა იმ შეცდომას, რაც მათ დაუშვეს. პირადი ავტომობილით ძარცვის მიმდებარე ტერიტორიაზე არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა. ბრიტანულმა გამოცემებმა Hatton Garden-ის ძარცვას The Last Job უწოდეს, რაც ქართულად უკანასკნელ საქმედ ითარგმნება. და მოდით პირდაპირები ვიყოთ. მათ ფაქტობრივად არაფერი ჰქონდათ დასაკარგი. ეს მათი კარიერის უკანასკნელი საქმე უნდა ყოფილიყო, რომლის დახმარებითაც ისტორიაში შევიდოდნენ და ეს მოახერხეს კიდეც. ერთის მხრივ ეს არის ისტორია ძარცვაზე, რომელიც რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო არის და არალეგალურია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძარცვის დროს არავინ დაშავებულა, გარდა უშუალოდ მძარცველების სახსრებისა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ისტორიას კიდევ ერთი მხარე აქვს. გარდა იმისა, რომ ეს იყო საუკუნის ძარცვა, ეს იყო კარგი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს მიუხედავად ასაკისა, თუ კი რაიმე მიზანი აქვთ, ამ მიზნისკენ ბრძოლა ამ ადამიანებმა კარგად გვაჩვენეს, რომ არ უნდა შევწყვიტოთ. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო კარგი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ კი რაიმე გაქვთ ჩაფიქრებული, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ამ წამს რა ასაკში ხართ, ადექით და გააკეთეთ. ხო, არავის არ მოგიწოდეთ, რომ ბანკი გაძარცვოთ და თუ ამას იზავთ წილში გამიყვანეთ, მაგრამ მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არხი გამოიწერა, ვიდეო დაალაიქა და გააზიარა იგი სოციალურ ქსელებში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმისთვის, რომ ჩემს არხს გვერდში დაუდგა და დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად ეს არხი ბევრ მწვერვალს მიაღწევს. დროებით.